ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 1.4 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 43 თეთრია. ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.7 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსით 1 ევრომ 2.71 ლარი შეადგინა. ფინანსთა მინისტრმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორები გაუმჯობესებულია, რის გამოც მთავრობა ლარის შემდგომ გაუფასურებას არ ელოდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 26 ოქტომბრის განცხადებით კი კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ეკონომიკა წინ არ მიდის და აქედან გამომდინარე მისი ვალუტისადმი ნდობა იქნება თუ სურვილი რომ ქართული ლარი კონდეთ მცირდება. ეს იწევს იმას სწორედ რომ ლარის კურსი კლებულობს. შეიძლება ეს მალევე აისახოს ინფლაციაში თუ მთავრობა ვერ შეიკავებს თავს და გააგრძელებს თქვათ ფულის ბეჭდას, ფულის გამოშვებას ბაზარზე უფრო დიდ ტემპით ვიდრე აქამდე იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისი იყო. ექსპერტების პროგნოზი არადამაიმედებელია. მათი ანალიზით ლარი ახალ წლამდე კიდევ უფრო გაუფასურდება და შესაძლოა სარეკორდო ნიშნულსაც კი მიაღწიოს. ლარის გაუფასურებასთან ერთად სამახმარებლო პროდუქტების ფასებმა უკვე მოიმატა. დიდი ხანია პროცესი მიდის ცუდად, გულისხმობ თქვა კურსის გაუფასურებას 1.65-დან ასულებივართ 2.45-ზე და კიდევ უფრო რაღაც მოლოდინები რომ მეტად გაუფასურდება. რამდენიმე მიზეზი იყო, ერთი მაგალითად საბიუჯეტო დეფიციტური ხარჯები შეგვიძლია თქვა ამის მიზეზად. ნებისმიერმა ისქმა მოქალაქე თუ ორგანიზაცია თუ ასე შემდეგ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას გაადგას ადეკვატური ნაბიჯები და შეცვალოს ასე რომ თქვა ეკონომიკური პოლიტიკა. ქვეყნის პირველი ფინანსისტის იმედების მიუხედავად ეროვნული ვალუტის კურსი დღითიდღე გაუფასურებას განაგრძობს. ექსპერტები მთავრობას ქმედითი ღონისძიებებისკენ მოუწოდებენ. მათივე ვარაუდით პროდუქტების საახალწლოდ უფრო გაძვირდება.